დebutანტი მოკრევეები წარდგებიან მაყურებლის წინაშე რინგის ლურჯ კუთხეში 72 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს სარეიტინგო ბრძოლაში იასპარეზებს ბათუმელი მოკრევე თამაზ ბერიკაშვილი, ხოლო მისი მოწინააღმდეგე იქნება მარნეულელი მებრძოლი მამუკა გულიაშვილი. ორივე ეს მოკრევე, როგორც მოგითხარით, არის დებიუტანტი და საინტერესო იქნება მათი ხილვა პროფესიონალური კრევის რინგზე. მამია მემიშიში მოჰყვება თამაზ ბერიკაშვილს, სწორედ მემიშიშის ახლად გახსნილ საბრძოლო ხელოვნების კლუბს წარმოადგენს თამაზ ბერიკაშვილი და ნახოთ რა შემოგთავაზებს ამ ორთა ბრძოლაში ეს მოკრევი. მინდა აღვნიშნო, რომ თამაზ ბერიკაშვილის მამაც პროფესიონალი მოკრევე იყო თავის დროზე, შესაბამისად საკრევო ოჯახიდან არის ეს პიროვნება. ხოლო რინგის წითელ კუთხეში მარნეულელი მამუკა გულიაშვილი და მისი მწვრთნელი დავით ტაბატაძე, ვისაც ჩვენ ხედავთ ახლა ეკრანზე. მარნეულის კრევის კლუბი ერთობა, ძალიან საინტერესო მოკრევეები, ძალიან საინტერესო, ასევე ახალი კრევის კლუბია, ახლად დაფუძნებული და აი ამ ხრივაც ერთგვარად თანაბარ სიტუაციაში არიან მოკრევეები. ახალ და საინტერესო კრევის კლუბებს წარმოადგენს როგორც ერთი, ისე მეორე მათგანი. შესაბამისად, ჩემთვის ძალიან საინტერესოა მათი ერთაბრძოლის ხილვა. ნახოთ, რა დონეზე არიან მომზადებულები, რა დონე შეუძლიათ აწიონ და რა შეიძლება შემატონ ქართული პროფესიონალური კრევის შოუებს. ასე რომ, მეგობრებო, ნახოთ, თავიდან როგორც წესი მოკრევეები იწყებენ ხოლმე დაზვერვით პირველ რაუნდში. თუმცა ამ შემთხვევაში მე მგონი ცოტა სხვაგვარად არის საქმე. პირველი დარტყმები უკვე მიაყენეს ერთმანეთს მოკრევეებმა და ნახოთ უკვე როგორ გაგრძელდება ეს ორთაბრძოლა. ორივე წითელ შორტშია, რომ არ გაგიჭირდეთ განსხვავება, ლურჯი საკრეო ფეხსაცმელი ვისაცაცვია, ის არის თამაზ ბერიკაშვილი, ხოლო თეთრი ფეხსაცმელით გახლავთ მამუკა გულიაშვილი რინგზე. მინდის დაზვერვა პირველ წუთებში დააკვირდებიან ერთმანეთს. დიდი გამოცდილება, როგორც გითხარით, არც ერთს არ აქვს, ორივე დებიუტანტი მოკრევეა და მათთვის ორივესთვის პირველი გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია. საკმაოდ არის მოსული მაყურებელი ვერის კალათბურთის სასახლეში, ემატება კიდევ დამწრეთა რაოდენობა. ბოლო პერიოდში მას შემდეგ რაც ძალიან აქტიურად და ხშირი გახდა და ძალიან მაღალი დონის და ძალიან დიდი საკრევო შოუები ჩატარდა საქართველოში, მსოფლიო დონის შოუებს უმასპინძლა თბილისმა, წელს გაიზარდა მაყურებლის ჩართულობაც, აქტიურობაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე მინდა გთხოვოთ ქართული კრევის ყველა გულშემატკივარს, ვინც ახლა ამ რეპორტაჟს ადევნებთ თვალყურს, რომ გამოიწეროთ YouTube-ის არხი სახელად Boxing Georgia, ასევე Facebook-ის გვერდი კრევის სამყარო, ასევე Boxing Group Promotion-ის Facebook-ის გვერდი. სწორედ აი ამ სოციალურ ქსელებში თქვენ გელით არაერთი ძალზე საინტერესო მასალა ქართული კრევის შესახებ, მსოფლიო კრევის შესახებაც თითქმის არც ერთი მოვლენა არ რჩება ყურადღების მიღმა და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თქვენი მხარდაჭერა, ქართული კრევის ხომაგების მხარდაჭერა აი ამ საქმეშიც. ასევე როგორც უშუალოდ დარბაზში ველით თითოეულ ქართული კრევის ხომაგს ნამდვილად არ დაიწუნება სანახაობა
და ნამდვილად ჭირდებათ მართლაც ძალიან საინტერესო მებრძოლებს ქართული კრევის კომანდის მხარდაჭერა. რაც შეეხება უშუალოდ ამორთა ბრძოლას, თანაბარი დაპირისპირება ვნახეთ პირველ რაუნდში შეიძლება ითქვას, არ ყოფილა დიდი ინტენსიურობა, მოსინჯეს მეტოქეებმა ერთმანეთი რამოდენიმე დარტყმა გაცვალეს. გამოკვეთილ უპირატესობას პირადად მე ვერ მივანიჭებდი ვერც ერთ მათგანს. ნახოთ როგორ გაგრძელდება ყველაფერი მეორე რაუნდში. ნელ-ნელა უნდა გაზარდონ ინტენსიურობა მოკროვეებმა, ზოგადად პროფესიონალურ კრივში მნიშვნელოვანია, რომ რაუნდების მატებასთან ერთად არათუ დაიკლოს ინტენსიურობა, არამედ მოიმატოს. ეს არის ერთ-ერთი გასაღები და წინაპირობა წარმატებისა პროფესიონალურ კრივში. მით უმეტეს თუ რაუნდები გრძელდება 6, 8, 10, 12 რაუნდი, ამ შემთხვევაში უმნიშვნელოვანესია, რომ ტემპი აკონტროლოს მოკროვემ. და იცოდეს საკუთარი შესაძლებლობები და ინტენსიურობა აკონტროლოს. თორემ არის შემთხვევები, როცა პირველ საწყის რაუნდებში მიახარჯავს მთელ ენერგიას, მთელ ემოციას, მეტოქეს და შემდეგ უკვე თუკი მეტოქემ ქარიშხალს გაუძლო, ასე ვთქვათ, ვეღარ აგრძელებენ ხოლმე სათანადო დასპარეზობას. აი ასეც ვიფიქრე, მეორე რაუნდი გაცილებით ინტენსიურია. ბერიკაშვილის კარგი შეტევა ვნახეთ ამ შემთხვევაში. კარგი შესვლა იყო გულიაშვილის. წინა ხელით მუშაობს და ელოდება თავის შანსს. გასვლით უნდოდა ჰუკი, თუმცა კარგად მიხვდა ბერიკაშვილი მის ჩანაფიქრს და არ გავიდა ეს დარტყმა. აი, კარგი დარტყმა იყო ამ შემთხვევაშიც. ელოდებიან მოკროვეები საკუთარ შანსს. ბერიკაშვილი შეტევაზე. აპერკოტით ეცადა მეტოქის გატეხვას და ინტენსიურად აგრძელებს დარტყმებს. თუმცა აგერ აქვე უკვე გულიაშვილის პასუხიც. კარგი შესვლა იყო ახლო ბრძოლაში, თუმცა რამდენი შევიდა ბერიკაშვილი, კარგად პასუხი იმდენჯერ დაუბრუნა გულიაშვილს. კარგი მცდელობები ისევ აი ნამდვილად გააქტიურდა ორთაბრძოლა. მეორე რაუნდიც დასრულდა. გაცილებით უფრო ინტენსიური იყო, გაცილებით უფრო დაძაბული იყო, ვიდრე პირველი რაუნდი. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ რაიმე განსაკუთრებული უპირატესობა რომელიმე მოკროვისა გამოიკვეთა თუნდაც ამ რაუნდში. მეტოქეები ცდილობენ, ნამდვილად არ აკლებენ ცდილობებს, თუმცა რომელიც იწყებს ცდილობას, მერე პასუხსაც ღებულობს, შეიძლება ითქვას. ასე რომ ნახოთ რა დარიგებებს მიიღებს როგორც ერთი, ისე მეორე კუთხე ამ შემთხვევაში და მესამე რაუნდი შეიძლება ითქვას, რომ გადამწყვეტია ხოლმე უკვე. აი აქ უნდა გამოიკვეთოს უპირატესობა თუ იმეს ექნება ამ შემთხვევაში და მეოთხე რაუნდი უკვე არის ხოლმე წერტილის დასმა გამოკვეთილი უპირატესობის. თუმცა ვნახოთ ამ შემთხვევაში
როგორ იქნება ყველაფერი. კლასიკური კრივის დგომი აქვს გულიაშვილს და ახლა უკვე ინტენსიური ბრძოლა წავიდა. ბერიკაშვილი ცდილობს ცხეულში დარტყმებით უპასუხოს და კლინჩი. ბერიკაშვილი ამჯერად შეტევაზე, თუმცა გულიაშვილმა კარგად შეძლო სიტუაციიდან გამოსვლა. ნამდვილად აქვს სისხარტეც, საიმისო, სისწრაფეც, ხედვაც, კარგად მოქმედებს გულიაშვილი ამ შემთხვევაში. შოუს ელემენტები კარგადაც აიცილა, უპასუხა წინა ხელით დისტანციიდან ცდილობს რომ იბრძოლოს და მართლაც კარგად გამოსდის გულიაშვილს ეს ყველაფერი. თუმცა ახლა აუცდა უკვე მარჯვენა ჰუკი და საფრთხო სიტუაციაში შეიძლება და აღმოჩენილიყო. თუმცა ბერიკაშვილმა ამ შემთხვევაში ვერ ისარგებლა. როგორც ჩანს, ექიმის დახმარებაა საჭირო ბერიკაშვილის სისხლიმოსდის ცხვირიდან. მედია სერიოზული არაფერია და გაგრძელდება ჩვეულებრივად ორთაბრძოლა. კარგი იყო ამ შემთხვევაში, მაშინვე დასვენებისთვის გამოიყენეს ეს პერიოდი მოკრივეებმა და ბერიკაშვილი შეტევაზე გადავიდა. თუმცა არც გულიაშვილია უქმად. ნამდვილად ორივე ძალიან კარგი მოკრივე ჩანს. დებიუტანტების კვალობაზე ნამდვილად კარგი კრივი გაჩაღდა ამასობაში. ინტენსიური, ძალიან სახასიათო, იმჩნევათ რომ კარგი მებრძოლია ორივე. ხასიათის მოკრივეები არიან და ნახეთ როგორ გაგრძელდება ერთად. კვლავ შეტევაზეა ბერიკაშვილი. ცდილობს უპირატესობის მოპოვებას. თუმცა თავდაცვას გულიაშვილი ახერხებს საკუთარი სისხარტის ხარჯს. ბერიკაშვილი კვლავ შეტევაზეა, თავს იცავს გულიაშვილი და ასე დასრულდა ეს რაუნდიც. ნამდვილად ერთ-ერთ ყველაზე უფრო დაძაბულ ორთაბრძოლას ვადევნებ თვალს, რაც დაიწყო დღევანდელი ბრძოლები. საკმაოდ გაუჭირდებათ მსაჯებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, თუმცა ვნახოთ წინ მეოთხე რაუნდია. როგორც უკვე გითხარით, საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირი და ბოქსინგ გრუპ პრომოუშენი, ისევე როგორც გასულ წელს, მომავალ წელსაც გეგმავს ძალიან ბევრი, ძალიან მასშტაბური შოუს გამართვას, გათამაშდება მსოფლიო ჩემპიონის ქამრები, საქართველოს ჩემპიონის ქამრების გათამაშება და დაცვებია დაგეგმილი, ასე რომ 2026 წელიც ძალიან საინტერესო იქნება. ქართული პროფესიონალური კრივისთვის დარწმუნებული ვარ. აქვე გეტყვით რომ საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირს ხარს უჭერს საქართველოს სპორტის სამინისტრო და ეს თანამშრომლობა იძლევა
იმედს, რომ ქართული პროფესიონალური კრივი კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავა მომავალი წლების განმავლობაში. ქართულ პროფესიონალ მოკრივეებს შეუძლიათ ძალიან მაღალ დონეზე მსოფლიოს ნებისმიერ შოუზე ასპარეზობა და მოდის ნამდვილად ძალიან კარგი თაობა, ძალიან კარგი მოკრივეების მთელი წყება, ვინც ამ ყველაფერს დარწმუნებული ვარ. ძალიან კარგად გამოიყენებს. აი თუნდაც ეს მოკრივეები, რომლებმაც ახლა როგორი ინტენსიური ორთაბრძოლა გააჩახეს, ნამდვილი დაუნდობლობა ხდება რინგზე. მეოთხე რაუნდიც დაიწყო ძალიან მაღალ ტემპში. თუმცა კაპის გადმოვარდნის გამო, დამცავის გადმოვარდნის გამო აუზა გაქვს ამ მომენტში. ნამდვილად ბრავო ორივე მოკრივეს. ნამდვილად არ ზოგავენ არც საკუთარ თავს, არც მეტოქეს იმისათვის, რომ მაყურებელს ძალიან კარგი ორთაბრძოლები უჩვენონ. და მიაღწიონ გამარჯვებას. აი ხედავთ როგორი დაძაბული დაპირისპირება. მართლაც სისხლიანი, დაძაბული, ინტენსიური ბრძოლა. მაღალ ტემპში, აი ხედავთ, საიდან აქვს ამდენი ენერგია ახალბედა მოკრივეებს. მართლაც ჩანს, რომ გამარჯვების დაუოკებელი სურვილია, როგორც ერთ ისე მეორე მათგანში, ორი მაგარი ვაჟკაცი ბიჭი, აი ნახეთ ახლა გულიაშვილმა ძალიან კარგი დარტყმები გაუტარა, თუმცა არც ბერიკაშვილია უქმად. კვლავ კარგი დარტყმა იყო გულიაშვილის მხრიდან. ერთი წამით აღარ ისვენებენ, ხედავთ უკვე გულიაშვილსაც სისხლი მოსდის. ძალიან მაღალ ტემპში სრულდება რაუნდი. მართლაც ნებისმიერი შოუს ჰაილაითებს მოუხდებოდა აი ეს ინტენსიური ბრძოლა, რომელიც აქვს გაჩაღებული დებიუტანტ მოკრივეებს, ყოჩახ ბიჭებს აი ამ ვაჟკაცური ბრძოლისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაღლილები არიან, მიუხედავად იმისა, რომ ორივე სისხლიანია, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი დარტყმა მიაყენეს და გაუშვეს ორივე მათგანმა, თავს არ ზოგავენ რაუნდის ბოლომდე, რომ მაქსიმალურად აჩვენონ საკუთარი შესაძლებლობები, რისთვისაც მხოლოდ აპლოდისმენტებს იმსახურებენ ეს მოკრივეები, ყოჩახ ბიჭებს. და აი ასეთ ტემპში, აი ასეთ ვითარებაში სრულდება ეს ორთაბრძოლა. მართლაც დღევანდელი შოუს ერთ-ერთი გამორჩეული ორთაბრძოლა ვიხილეთ. მე პირადად ძალიან გამიჭირდება რომელიმეს გამორჩევა. შემიძლია უბრალოდ ტაში დაუკრა ორივე მათგანს და მათ მწვრთნელებს იმისათვის, რომ აი ესეთი ინტენსიური ბრძოლა და ნამდვილი ომი შესთავაზეს მოკრივეებმა ქომაგებს. ყოჩახ ბიჭებო, დარწმუნებული ვარ, როგორც არ უნდა იყოს აი ამ ბრძოლის შედეგი, როგორც ერთ ისე მეორე მათგანს, ჩვენ კიდე არაერთხელ ვიხილავთ პროფესიონალურ კრივის შოუებზე, როგორც საქართველოში, ასევე ევროპაში და დავიმახსოვროთ ქართული კრივის ქომაგებმა ეს სახელი და გვარები, იმიტომ რომ ეს ბიჭები დარწმუნებული ვარ, ბევრჯერ გაახარებენ ქართული კრივის ქომაგებს. და ყველაზე საინტერესო იქნება საბოლოო გადაწყვეტილება. ნამდვილად არ ექნებოდათ იოლად გადაწყვეტის შესაძლებლობა მსაჯობს ამ დაპირისპირებისა. მართლაც შესანიშნავი და საოცარი ბრძოლა, ნამდვილი ომი ვიხილეთ რინგზე.
და იმ ძად არის უკვე საბოლოო გადაწყვეტილება წამყვანი, ერთ-ერთი გამორჩეული წამყვანი ქართულ სპორტულ სივრცეში მთლიანად თემურ ლობჟანიძე გამოაცხადებს ახლა ამ ორთა ბრძოლის შედეგს. და ნამდვილად საინტერესო შედეგია, ნამდვილად ცოდო იყო, როგორც ერთი ისე მეორე მოკრევე წასაგებად. ამ მართლაც ძალიან მაგარი ბრძოლის შემდეგ საჭიროა გადაწყვეტილებაც, როგორც თქვი, გაუჭირდებოდა და მართლაც გაუჭირდათ რომელიმეს უპირატესობის მინიჭება. კიდევ ერთხელ აპლოდისმენტები ორივე ამ მოკრივეს, შესაძლოა ფიქრობდა როგორც ერთი ისე მეორე და მათი გუნდი